დიდება შენ და უფალო, დიდება შენ და აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივ დაცულსა ერსა ჩვენ სამუანიჭე და საფარველსა ქვეშემისა და იცევ რათა ვიტყოდეთ უფალო დიდება შენ და გამარჯობათ ჩემო პატარა მეგობრებო, ვაგრძელებთ საბავშვო შემეცნებით გადაცემას რა უნდა იცოდეს ყველა ქრისტიანმა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ღმერთის თვისებებზე, ყოვლადწმინდა სამებასა და წმინდანთა ცხოვრებიდან დიდმოწამე პანტელეიმონის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ახლა ჩამოვთვალოთ ღმერთის თვისებები. ღმერთი სულია. რას ნიშნავს სულია? მას არ გააჩნია სხეული, ის არ არის ჩვენნაირი, მას არ გააჩნია ძვლები, ის არ არის ნივთიერი, ამიტომ იგი სულია და ჩვენ მას ვერ ვხედავთ. ღმერთი საუკუნოა. რას ნიშნავს საუკუნოა? სამყაროში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. არ იყო ცა, არ იყო დედამიწა, არ იყო ვარსკვლავები, მაგრამ იყო ღმერთი. მას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. იოანე მოციქულის თქმით, იყო, არის და იქნება. ღმერთი უცვალებელია. რას ნიშნავს უცვალებელი? სამყაროში ყველაფერი იცვლება, იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება, ხოლო ღმერთი ყოველთვის იყო, არის და იქნება, ის არასოდეს არ შეიცვლება. ღმერთი ყოვლად სახიერია. თვით უმცირესი ჩიტუნაც კი არ არის მამაზე ციერისგან მივიწყებული. წმინდა ტიხონ ზადონელი. რას ნიშნავს სახიერება? სახიერება ნიშნავს სიკეთეს. ღმერთი ყოვლად კეთილია. ყოვლად სახიერი ადამიანთაგან არავინ არ შეიძლება იყოს. ყოვლად სახიერი მხოლოდ ღმერთია. მან მთელი ეს სამყარო ჩვენთვის, ადამიანებისთვის შექმნა. ბოლოს კი შემოგწირა თავისი ერთადერთი ძე, უფალი იესო ქრისტე. ღმერთი ყოვლის შემძლეა. რას ნიშნავს ყოვლის შემძლე? ადამიანს შეუძლია შექმნას რთული მანქანა, თუნდაც კომპიუტერი, მაგრამ მას არ შეუძლია შექმნას მზე, მთვარე და ვარსკვლავები. აი ეს ყველაფერი მხოლოდ ღმერთისთვის არის შესაძლებელი. ღმერთი მართალმსაჯულია, ანუ ყოვლად მართალია. ის უსამართლოდ არავის არ ექცევა. ჩვენ ადამიანებს ყოველი ჩვენი კეთილი საქმისთვის გვაჯილდოვებს, ხოლო ბოროტი საქმისთვის კიქვს ჯის, რათა გამოვსწორდეთ და შემდგომში შეცდომები აღარ ჩავიდინოთ. თავისი მართლმსაჯულებით ღმერთმა ერთის ცოდვისათვის მთელი კაცთა მოდგმას სიკვდილი მოუვლინა. გულმოწყალებით კი, როცა ყველა ადამიანი წყევლის ქვეშ იმყოფებოდა და ცოდვის ბორკილებით იყო შეკრული, ერთის სიმართლის გამო ყველას ცხონება მიანიჭა. ნეტარი თეოდორიდე. ღმერთი ყველგანყოფია. რას ნიშნავს ყველგანყოფი? ის ყველგან არის, აქაც არ არის ადგილი, სადაც ღმერთი არ არყოს. ღმერთი ყოვლის მცოდნეა. რას ნიშნავს ყოვლის მცოდნეობა? აი ადამიანმა რამე რომ გააკეთოს, მას აუცილებლად სწავლა სჭირდება, თუმცა ბოლომდე ყოვლის მცოდნე ვერ იქნება. აი ღმერთი კი ყოვლის მცოდნეა, მან იცის ყველაფერი, მან იცის ჩვენი წარსული, აწმყო, მომავალი. თუ მართალი ადამიანი ხარ, გეშინოდეს ღვთისა, რისხვისა, რათა არ დაეცი. თუ ცოდვილი ხარ, დაეყრდენი ღვთის გულმოწყალებას, რათა აღსდგე. წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველი. ღმერთი ყოვლად კმაყოფილია. ადამიანთაგან არავინ არ არის ყოვლად კმაყოფილი, იმიტომ რომ ადამიანს ყოველთვის რაღაც სჭირდება. აი ღმერთს კი არაფერი არ სჭირდება, მას ყველაფერი აქვს. ღმერთი ყოვლად ნეტარია. რას ნიშნავს ყოვლად ნეტარება? ყოვლად ნეტარება არის უმაღლესი სიხარული, რომელიც ადამიანს შეუძლია განიცადოს აქაც
ამ ცხოვრებაშიც თუ ის ღმერთს დაუახლოვდება. ახლა მე ვისაუბრებ ყოვლადწმინდა სამებაზე. ყოვლადწმინდაო სამებაო შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო გვიხსენ და გვიხინე ცოდოთა ჩვენთაგან, მეუფეო შეგვინდე უსჯულოებანი ჩვენი, წმინდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩვენი სახელისა შენისათვის. უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ღმერთი არსებით ერთია, სამპიროვანი, სამსახოვანი, მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. ეს სამი სახეა, სამი პირია, მაგრამ არსებით ერთია. მამა ღმერთი პირველი სახე, ძე ღმერთი მეორე სახე, ხოლო სულიწმინდა ღმერთი მესამე სახე. მაგრამ თქვენ ესე არ იფიქრობთ, რომ სამი ღმერთია. არა, ერთია, განუყოფელი სამი პირით, სამი სახით. ახლა ის არ იფიქროთ, რომ ერთი რომელიმე პირი აღმატებულია ორ დანარჩენ პირზე. არა, სამივეს ერთნაირი დიდება, პატივი და თაყვანისცემა სჭირდება. განსხვავება მხოლოდ მათ პიროვნულ თვისებებშია. მამა ღმერთი უშობელია, ანუ არ შობილა. ძე ღმერთი შობილია მამისგან, ხოლო სულიწმინდა ღმერთი გამომავალი არის მამისგან. ეხლა თქვენთვის რომ უფრო ადვილი გასაგები იყოს, მე მოვიყვან მაგალითს წმინდა სპირიდონის ცხოვრებიდან, როდესაც ის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა 325 წელს ქალაქ ნიკეაში, მან აიღო აგური, მოუჭირა ხელი, მოხდა სასწაული, ზევით ცეცხლი ავარდა, დაბლა წყალი ჩამოედინა, ხოლო ხელში თიხა შერჩა და წმინდა სპირიდონმა ასეთი რამს თქვა. აქ სამი სტიქია, ცეცხლი, წყალი და მიწა, მაგრამ აგური ერთია. თქვენთვის უფრო გასაგები რომ იყოს, მე მოვიყვან მზის მაგალითს. მზე შეგვიძლია შევადაროთ მამა ღმერთს, მისგან გამომავალი სინათლე ძე ღმერთს, ხოლო სითბო შეგვიძლია შევადაროთ სულიწმინდა ღმერთს. მზე ერთია, მაგრამ იგი შედგება სამი კომპონენტისაგან. ასევეც სამება არის ერთი, სამი სახით, სამი სახით, სამი ჰიპოსტაზით. და ასევე შემიძლია კარგად შევადარო უფალი იესო ქრისტე სინათლეს, ვინაიდან იესო ქრისტე არის ორი ბუნებით, ადამიანური და ღვთაებრივი, ასევე სინათლესაც გააჩნია ორი ბუნება, ტალღური და ფოტონური. კიდევ შეგვიძლია მოვიყვანოთ სანთლის მაგალითიც. სანთელი ერთია, ანთია სანთელი, მაგრამ მისგან გამოდის სითბო და გამოდის სინათლე. ყოვლადწმინდა სამება პირველად ხილული სახით განცხადდა ახალი სტილით 19 იანვარს იესო ქრისტეს ნათლობისას, როდესაც იგი მდინარე იორდანედან ამოვიდა, სულიწმინდა ღმერთი მტრედის სახით გადმოვიდა მასზე და მის თავზე გაჩერდა და ამ დროს გაისმა მამა ღმერთის ხმა. ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვყავ. ანუ ეს არის ჩემი საყვარელი ძე, ჩემი რჩეულიო. დღეს ამით დავამთავრებ მე ყოვლადწმინდა სამებაზე საუბარს. მე გესაუბრებ მხოლოდ იმაზე, რაც თავად უფალმა განგვიცხადა თავის შესახებ. ის იმდენად ღრმაა, რომ თვით მასთან მყოფი ანგელოზებისთვისაც კი შეუცნობელია. ახლა ვისაუბრებ დიდმოწამე პანტელეიმონზე. მისი ხსენება არის ახალი სტილით 9 აგვისტოს. იგი დაიბადა მესამე საუკუნის ბოლოს ნიკომედიაში. მისი წარმართული სახელი იყო
პონტოლეონი, რაც ქართულად ნიშნავს ყოვლად ლომი. მისი მამა იყო წარმართი სენატორი, ხოლო დედა ფარული ქრისტიანი გახლდათ. იგი ძალიან ხშირად ესაუბრებოდა თავის ძეს უფალ იესო ქრისტეზე, მაგრამ ქალი ძალიან მალე ახალგაზრდობაშივე გარდაიცვალა და პანტელეიმონი დარჩა წარმართი მამის გავლენის ქვეშ. იგი მამამის ხშირად დაჰყავდა საკერპოში. და როდესაც პანტელეიმონი წამოიზარდა, მამამისმა იგი მიაბარა ცნობილ ექიმს, რათა საექიმო ხელოვნებას დაუფლებოდა. წმინდა პანტელეიმონი გულმოდგინედ შეუდგა საექიმო ხელოვნების შესწავლას და მან ამაში ძალიან დიდი ნიჭი გამოიჩინა. მის სახლთან ახლოს ცხოვრობდა ქრისტიანი მღვდელი ერმოლაუსი, რომელსაც ძალიან მოსწონდა ზრდილი და თავაზიანი ყმაწვილი. ერთხელაც მან სახლში შეიპატიჟა პანტელეიმონი და გამოკითხა, თუ ვინ იყო. როდესაც მის შესახებ ყველაფერი გაიგო, ერმოლაუსმა უთხრა, რომ არსებობს უფალი იესო ქრისტე, რომლის სახელის მოხმობითაც შესაძლებელია ყველანაირი ავადმყოფობის განკურნებაო. და მას გაახსენდა თავისი დედის რწმენა და თავისი დედის სიყვარული უფალი იესო ქრისტესადმი. პანტელეიმონმა მოუხშირა ერმოლაუსთან სიარულს და მისი საუბრების მოსმენას და ერთხელად გზად მიმავალმა პანტელეიმონმა დაინახა გარდაცვლილი ბავშვი, რომელიც შხამიან გველს დაეკბინა და მან გადაწყვიტა უფლის სახელის მოხმობით ბავშვი გაეცოცხლებინა და მართლაც მოხდა სასწაული და ბავშვი გაცოცხლდა, გველი კი მოკვდა. იგი მივიდა მღვდელ ერმოლაუსთან და მოუთხრა ამის შესახებ სთხოვა, რომ მოენათლა. ერმოლაუსმა პანტელეიმონი მონათლა. პანტელეიმონი ძალიან განიცდიდა თავისი მამის წარმართობას, კერპთაყვანისმცემლობას და ერთხელაც უთხრა, მამა, გამარკვიე, შენი კერპები ზოგიროს ხედან და ზოგირო დგანან სახლში. მათ ამოსულოებს განაშეუძლიათ ჩვენი სულიერი ადამიანების ლოცვა ვედრება შეისმინოსნო? მამამისმა არაფერი არ უპასუხა, თუმცა პანტელეიმონმა შეამჩნია, რომ მას ძველებული რწმენა კერპებისადმი გაუქრა. და ერთხელაც, როდესაც პანტელეიმონმა ბრმა ადამიანი თავისი მამის წინაშე განკურნა და მხედველობა დაუბრუნა უფალი იესო ქრისტეს სახელით, მამამისმაც ირწმუნა იესო ქრისტე და მღვდელი ერმოლაუსის მიერ მოინათლა. ცოტა ხნის შემდეგ პანტელეიმონს მამა გარდაეცვალა. მან მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი დადიოდა საპატიმროებში, სავადმყოფოებში და ავადმყოფებს უანგაროდ კურნავდა. ბრმის განკურნების შესახებ ამბავმა მიაღწია იმპერატორამდე. მან დაიბარა პანტელეიმონი და მოსთხოვა კერპებისათვის თაყვანი ეცა, რაზეც პანტელეიმონისგან კაცრი უარი მიიღო. ამის შემდეგ პანტელეიმონმა შესთავაზა, რომ ეჩვენებინა იმპერატორისთვის თავისი სარწმუნოების სიძლიერე, მოიყვანეს დავრდომილი, განრღვეული, რომელსაც ხელის და ფეხის განძრევაც კი არ შეეძლო. ილოცეს ქურუმებმა, მაგრამ არანაირი შედეგი. პანტელეიმონის ლოცვის შემდეგ კი, როდესაც მან დავრდომის ხელი შეახო, უთხრა, იესო ქრისტეს სახელით ადექთან განმრთელდი და მართლაც დავრდომილი ფეხზე წამოდგა და სრულიად ჯანმრთელმა გაიარა.
ამაზე შეშფოთდნენ უკვე ქურუმები და იმპერატორი. ქურუმებმა ურჩიეს იმპერატორს, რომ პანტელეიმონი მოეკლათ, ვინაიდან ხალხს კერპებისადმი რწმენა დაეკარგებოდა და აი შეიპყრეს პანტელეიმონი, ჩამოკიდეს ხეზე და რკინის კაუჭებით და სანთლებით შეეცადნენ მისი სხეულის დაწვას, მაგრამ მოხდა სასწაული. უფალი გამოეცხადა მღვდელი არმოლაუსის სახით და უთხრა: ნუ ქეშინია, მე შენთან ვარ და სანთლებიც ჩაქრა. პანტელეიმონი უვნებელი გადარჩა. ამის შემდეგ მოიტანეს დიდი კასრი, ჩაასხეს ცხელი კალა და პანტელეიმონი შიგ ჩააგდეს. მოხდა კიდევ სასწაული, კალა გაცივდა და პანტელეიმონი უვნებელი დარჩა. შემდეგი წამება იყო ის, რომ მოიტანეს დიდი ქვა, შეაბეს კისერზე პანტელეიმონს და წყალში გადააგდეს. აქაც უფალი გამოეცხადა მღვდელი არმოლაუსის სახით, მას შეხსნა კისრიდან დიდი ქვა და გამოიყვანა ნაპირზე. შემდეგ კბილები ამ ბორბალზე გააკრეს, მაგრამ ვერც ამან ავნო პანტელეიმონს ვერაფერი. ბოლოს იმპერატორმა გადაწყვიტა მისთვის თავი მოეკვეთა. იგი მიაბეს ზეთისხილის ხეზე და ჯალათმა, როგორც კი მოუქნია მას მახვილი, დაბლაგდა მახვილი და მას ვერაფერი ევნო. ამ დროს გაისმა ზეციდან ხმა: ამიერიდან შენი სახელი იქნება პანტელეიმონი, რაც ქართულად ნიშნავს ყოვლად მოწყალეს. ამის შემხედვარე ჯალათმა შეინანა, დაეცა პანტელეიმონის ფეხთით და პატიებას თხოვა. პანტელეიმონმა უთხრა, რომ უნდა აღესრულებინა მას ბრძანება და აი, როდესაც ჯალათმა მას თავი მოჰკვეთა, კიდევ ერთი სასწაული მოხდა. სისხლის მაგივრად რძე წამოვიდა კისრიდან, ხოლო ზეთისხილის ხე კი დაიხუნძლა. მისი სხეული, ნაწამების სხეული ჩააგდეს ცეცხლში, რათა დაეწვათ, მაგრამ ცეცხლმაც ვერაფერი ვერ უყო. ყოველივე ეს აღწერა მისმა სამმა თანხლებმა პირმა. მისი წმინდა ნაწილები მსოფლიოს მთელ მართლმადიდებლურ სამყაროშია მიმოფანტული, ხოლო მისი პატიოსანი თავი ათონის მთაზე წმინდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერშია დაბრძანებული. წმინდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა. წმინდა პანტელეიმონი შეგეწიოთ ყველას, განსაკუთრებით კი გასაჭირში და სნეულებაში მყოფთ, მალე გამოგაჯამრთელოთ და გაგახაროთ. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე.